რუსთავის ერთ-ერთ ძველ უბანში რუსთაველის ქუჩაზე მდებარეობს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე, რომელსაც სულ ახლახან ჩაუტარდა რეაბილიტაცია. ნელ 90-იანებში სასახლე წარმოადგენდა რუსთაველი ახალგაზრდებისათვის ერთადერთ ესე ვთქვათ გასართობ და საგანმანათლებლო სივრცეს, სადაც ისინი ეუფლებოდნენ არაერთ პროფესიას. 1960-იან წლებში აშენებული სასახლე ავარიული გახდა. რამდენიმე წლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდგომ 2025 წელს რუსთაველ ახალგაზრდებს საშუალება მიეცათ კვლავ დაბრუნებულიყვნენ კეთილმოწყობილ და მათი ინტერესის სფეროზე მორგებულ სივრცეში. სასახლე მოსწავლეებს თავაზობს 3 პროგრამას: არაფორმალური განათლების მიმართულება, სადაც სხვადასხვა ტიპის ქიმია, ფიზიკის ლაბორატორია, მათემატიკის კლუბი, რობოტიკა, ენები და ასე შემდეგ არის წარმოდგენილი. ასევე გვაქვს არტ მიმართულება, მულტიფუნქციური დარბაზი, მურო გაგოშიძის ცეკვის სტუდია და ნანუკა ხუსკივაძის სამსახიობო ოსტატობა და სიმღერის მიმართულება თეა ჯამრიშვილის ხელმძღვანელობით. მე ხელმძღვანელობ ბავშვთა ფოლკლორულ ანსამბლს, რომელიც მრავალ ბავშვს აერთიანებს და ბავშვები ჩემთან შეისწავლიან როგორც ხალხურ სიმღერას, ასევე ქართულ ხალხურ საკრავებზე დაკვრას. ძირითადად სიმებიან საკრავებზე, მაგრამ გვაქვს დასარტყამი საკრავებიც. ხალხური სიმღერების შეისწავლება ზეპირად ნოტების ცოდნის გარეშე, ისე როგორც ეს ჩვენამდე მოვიდა ჩვენი წინაპრებიდან. ამავე დროს გვაქვს ფერყულები, რომელიც ავთენტურია, ასე სრულდებოდა ეს ფერყულები ჩვენი წინაპრების დროს, თან ღერიან ბავშვები და თან ამბავენ ფერყულებს. სულ ცოტა ხანია დავბრუნდით ამ განახლებულ შენობაში. ქალაქის ხელმძღვანელობამ დაგვახვედრა ყველა სერვისი, რომელიც ჭირდება იმისთვის, რომ ხარისხიანად ვიმუშაოთ და ჩემი ბავშვებიც სხვანაირი ენთუზიაზმით შეუდგნენ ამ კედლებში შრომას და სიმღერას. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე აშენდა მთლიანად ახალგაზრდებთან შეთანხმებით, მათ სრულიად გამოგონარე დაწესდა უკვე წრეების რაოდენობა. ასევე იმართება დღესდღეობითაც შეხვედრები ახალგაზრდებთან, თუ რა მოსწონთ, რა არ მოსწონთ და მათთან შეთანხმებით ხდება მთლიანად ამ სასახლის წინსვლა და ამ სასახლის წარდგენა.